ეს იყო მთავარი კითხვა, რაც დღეს გააჩინა ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა, რადგან ფაქტობრივად ტექსტი და შინაარსი, რაც დღეს მოვისმინეთ მისი ბრიფინგიდან, არ იყო მისი მხრიდან სიახლე, რადგან დაახლოებით 1 კვირის წინ ირაკლი კობახიძემ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსოფობიაზე საუბრობს. ამის შემდგომ ორჯერ გამოჩნდა მედიასთან და ორივეჯერ მედიასთან საუბრის დროც გამოიყენა საზოგადოებაში ხელოვნურად გაღვივებულ რუსოფობიაზე სასაუბროდ და ბუნებრივია დღეს, როცა ცალკე ბრიფინგიც ადმინისტრაციაში მიუძღვნა ამ თემაზე საუბარს, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რატომ გადაწყვიტა, რომ ახლა მან რუსოფობიაზე ისაუბროს, ან რა ნიშნებს ხედავს ის ქართულ საზოგადოებაში ამ პრობლემის არსებობის. ირაკლი კობახიძე წლების წინანდელ კონკრეტულ შემთხვევებზე გვეუბნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე მაგალითი აქვს მას გასული წლებიდან იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებაში ხელოვნურად აღვივებს ოპოზიცია თუ გარეძალები თუ მედია რუსოფობიას. მისი სამიზნე დღეს ფაქტობრივად ყველა იყო, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ასევე რუსეთის მიმართ და ამბობს, რომ დღესაც არის ეს პრობლემა. ბუნებრივია ჩვენ კობახიძეს შევახსენეთ, რომ ეს ტერმინი რუსოფობია გამოიყენება კრემლის მიერ, როცა ის საკუთარი აგრესიის გამართლებას ცდილობს და უქმნის თუ არა ირაკლი კობახიძე რუსოფობიაზე საუბრით რისკებს ქვეყნის უსაფრთხოებას. კობახიძე ამ კითხვაზე პასუხად გვეუბნება, რომ პირიქით ამ რისკებისგან ის ქვეყანას ასწვავს. და გკითხოთ, რუსოფობიას ხედავთ თქვენ ქართულ საზოგადოებაში როგორც მთავარ გამოწვევას, ამხელა ყურადღებას იმსახურებს თქვენგან? დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის Deep State-ის ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია, კიდევ ერთხელ ვეთქვი, მთელი პოლიტიკური აქტივი, ანუ ეს უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, NGO-ების სახით და თქვენი სახით, მათ შორის, ხო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიებს. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს Deep State ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენ საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას. რა დასტურებს, რომ საზოგადოებაში არის რუსოფობია? აი, თქვენ ისაუბრეთ, რამდენიმე მაგალითი მოიყვანეთ. საზოგადოებაში როგორ არის, ღმერთმა დაგვიფაროს. პირიქით, მაგას ვამბობდი. თუ მისმენთ, ვის მიმართაც საუბრობთ ამ ბრალდებებს, გითხარით მაგალითი. ვინც მე შეგახსენებთ, ხო? საკრუიზო გემს რო დახვდნენ თქვენი პარტიული აქტივისტები და თქვენ რო ამას აჟიტირებული აშუქებდით. ეს საზოგადოების რუსოფობია კი არ იყო, ეს ხო უცხოური აგენტურის რუსოფობია, ანუ თქვენი რუსოფობია, თქვენი პარტიის რუსოფობია. ამაში საზოგადოება არ არის ჩართული. ხალხი პროტესტს გამოხატავს. არა, უცხოური აგენტურა აპროტესტებს და მე უცხოური აგენტურა მედიის სახით ამას აშუქებს. ასე იმართება რუსოფობიური კამპანია. დღესაც ეს ხდება. 2019 წელსაც ჰქონდა საზოგადოებას პროტესტი და ანტირუსული განწყობებით და გამოსვლებით გვახსოვს 20 ივნისი და გავრილობის ჩამოსვლა საქართველოში. ანუ ეს ხელოვნურად გაღვივებული კი არ არის რაიმე კამპანია, არამედ საზოგადოებაში არსებობს ასეთი განწყობა. მაგასაც შეგახსენებთ. რუსეთის მიმართ. მაგასაც შეგახსენებთ 2016 წელს მაგალითად, ანუ საიდან ჩანს ხოლმე კოორდინაცია. და 2019 წელსაც იყო, რა თქმა უნდა, Deep State-ის კოორდინაცია და ამას მოყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება, მაგრამ იქაც კოორდინაცია იყო, მაშინ თან უცხოური აგენტები ჩვენ ყავდა გუნდის შეგნითაც, პარლამენტში ყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა. და მთავრობაშიც ყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც განთავისუფლდა გუნდი ბოლომდე უკვე 2021 წლის შემდეგ. 2016 წელს საქართველოში გაიმართა EUTO საპარლამენტო ასამბლეის სესია და აქ იყო თვარსები 6 რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამ 6 კაციდან 2 თუ 3 ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. მაგრამ მაშინ არ იყო Deep State-ის ინტერესი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილიდან ნაცმოძრაობა ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე. მაშინ არ ჰქონდა Deep State-ის ინტერესი, რომ ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება. გავრილოვის თქვენს სავარძელში აღმოჩენამ გამოიწვია ეს პროტესტი, ბატონო ირაკლი, რომ მას უფლება მიეცა საქართველოს პარლამენტში ასამბლეა. რა განსხვავება ხო პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია ხალხმა? ანუ თქვენ რა მაგალითებიც მოყავთ, ახლა წლების წინანდელ ამბავს იხსენებთ, რუსი ტურისტები რომ ჩამოვიდნენ კრუიზით და მაშინ იყო პროტესტი ბაქოში. ახლა რატომ გახდა ეს საჭირო, რომ ასეთი ყურადღება მიაქციო? ახალი კამპანია, ბანერები თქვენი პარტიაქტივისტები ხო დადიან პლაჟზე. ეხლა ხო ნახეთ ჩვენ ვიდეოების კასკადი. რამდენი ადამიანი დადის?
ეს აგენტები არიან, აგენტები და თქვენ აშუქებთ ამას, რომ ხალხი აპროტესტებს რუს ტურისტებს საქართველოს, თქვენ აშუქებთ ამას. სამომავლოდ ანტირუსული განწყობა რუსეთის მიმართ პროტესტი რომ გამოხატოს ხალხმა, მოქალაქემ, რაიმე აგენტი გაიყვანეს პლიაჟზე და თქვენ გააკეთეთ სიუჟეტი ამაზე. სამომავლოდ ნებისმიერი ასეთი განწყობა, რომელიც იქნება ნეგატიური თუ კრიტიკული რუსეთის მიმართ, ეს მონაწილეობა თქვენი რუსი ტურისტის მიმართ. ნახეთ, აქ არის საუბარი კოორდინაციაზე. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა, უпростоრად როცა რუსოფობიაზე საუბრობს, რამდენიმე ფრაზა იყო ყურადსაღები, როცა ის ტერმინ მტერს ახსენებს და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა დაიცვას მტრისგან საკუთარი თავი და ასე შემდეგ, მოკლედ წინადადებები მოვისმინეთ მისგან, სადაც ეს ტერმინი გამოიყენება და საინტერესო იყო ბუნებრივია გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად გუშინ ის მედიას ეუბნებოდა, რომ მტერს რუსეთს ვერ უწოდებს, რადგან თუ კი ასე მოიქცევა, მაშინ საპასუხო და შესაბამისი ქმედებაც უნდა განახორციელოს მთავრობამ. ამიტომ ის თავს იკავებს, რომ მაგალითად რუსეთს უწოდოს მტერი. თუმცა დღეს როცა ის ამ ტერმინს ახსენებს, ბუნებრივია გვაქვს კითხვა, ვის გულისხმობს ამ მტერში და რა მიდგომა აქვს ამ ტერმინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ უწოდებს მტერს. მაშინ ვის გულისხმობს, როცა ამ სიტყვას იყენებს, ირაკლი კობახიძემ გითხრა, რომ მტერში გულისხმობს deep states. რუსში როცა მტერთან დაკავშირებით თქვენ განმარტება გააკეთეთ, ასეთი რამ თქვით, რომ თუ ქვეყანას უწოდებთ მტერს, მაშინ ქმედებებიც უნდა მოაყოლოთ. და მტრის განმარტებას ხომ არ ცვლით, თუ დღეს მტერში ვის გულისხმობთ? მე შეგნებულად ზოგადად მიდგომა გითხარით. მაშინ არავის მიმართ არ უნდა არც ერთ სახელმწიფოს არ უწოდებთ მტერს და დღესაც არ გაგვიგეთებია ეს. ანუ არც ერთ ამიტომ კითხვაში ასეთ ცოტა. ვის გულისხმობთ მაშინ? ანუ მე რომელიმე სახელმწიფოსთვის მეწოდებინა მტერი, მაშინ თქვენი შეკითხვა იქნებოდა რელევანტური, მაგრამ ასე არ გამიგეთებია, ამიტომ თქვენი შეკითხვა არ არის რელევანტური, ლოგიკაში გავიჭედეთ ახლა. რას ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიონ, ასე ვაკეთებთ, ხო? კი, მტრებმა. მტრებში ვის გულისხმობთ? მტრებმა. deep states. ირაკლი კობახიძეს დღეს ასევე ჰკითხეს შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტზე, სადაც ის საუბრობს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ შეთანხმებაზე რუსეთთან და ამბობს, რომ ეს კაპიტულანტური შეთანხმება იყო. ეთანხმება თუ არა ამას ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაძლოა უკეთესი პირობები ჩაწერილიყო დოკუმენტში, რომლითაც კონკრეტული პირობების შესრულებას მოთხოვდა ეს დოკუმენტი რუსეთს, თუმცა ეს არ ჩაწერილა და შესაბამისად შეთანხმების პირობების გამო ამ შინაარსს აკრიტიკებს, თუმცა ამის პარალელურად ირწმუნება, რომ ამ შეთანხმების შესრულება არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი.